წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად 18 საათსა და 18 წუთზე FM-ზე 105.9 ათინათის პირდაპირ ეთერში გელოდებათ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა. მათთვის პირველად გვისმენს სახელწოდება გახლავთ ოდაბადეშ კინოხონი. ეს არის ჩვენს ეთნოგრაფიაზე, ისტორიაზე, წარსულზე. ზოგადად ძალიან საინტერესო დეტალებში და სიღრმეებში შევდივართ ამ გადაცემაში და ფაქტურად ვაცოცხლებთ წარსულიდან გმირებს და პერსონაჟებს. ორნი ვუძღვებით ამ გადაცემას, მე სოფიო ხუსიშვილი და ისტორიკოს მკვლევარი ლაშა ჯიქია. თემა წინა გადაცემისას დავაანონსეთ, თუმცა მანამ სანამ გადაცემაზე უშუალოდ გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, სად შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი გადაცემები ლაივ რეჟიმში 105.9 FM ცხადია 18 საათსა და 18 წუთზე, ასევე ინტერნეტით radio.net.gr და ყველა გადაცემის ჩანაწერი ნახეთ. ამავე მისამართზე ვებგვერდზე, Facebook გვერდზე radio.net და YouTube-ზე ნებისმიერი ფონტით ჩაწერეთ. ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ამჯერად დროულია ძალიან დიდი პატივისცემით მივესალმო ბატალაშას. გამარჯობა. სამშვიდობის, მოგესალმებით. მივესალმები radio.net-ის მსმენელებს ტრადიციულად. თქვენ онჯუაჯგირებუაში ჩკინ რადიო მარჩქილებ წიმოძინელე კოფედათ. კომურძგუა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ საღამოს ბატონლაშა. წინა გადაცემისას დავაანონსეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი თემა გვექნებოდა და ამ თემას ქვია ოთუთაშხური მიქანგარიო. კი ბატონო, ანუ ჩვენ წინა რადიო გადაცემაში ვისაუბრეთ სწორედ აი მოსურეფის თანაფაზე, უფალ თანაფაზე, კვირაცხულობაზე და მისი ერთგვარი გაგრძელებაა ეს. უბრალოდ აქ გვინდა ჩვენ შევადაროთ ორი რიტუალი, ანუ ორი ტრადიცია, ერთი არის წმინდა წარმართული და მეორე ქრისტიანული. ანუ როგორ ხდება სწორედ აი შერწყმა და ურთიერთ სოფხედულობის გაზიარება ამ ორ ჭიდილთან ერთად, ბუნებრივია ამ ორ მიმდინარეობას შორის, ანუ ქრისტიანობამდელი კულტურა და შემდგომ ქრისტიანული კულტურა როგორ ეჭიდებიან, მაგრამ ერთმანეთთანაც თავსებადობაში არიან და სწორედ აი ერთ-ერთი ნიმუში არის ოთუთაშხური და მიქანგარიო და ამაზე გვექნება საუბარი. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით და სიამაყით ვიტყვი, რომ ყველა მასალა ისტორიულად დადასტურებული ფაქტებით შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენთან, მხოლოდ და მხოლოდ თან ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად. ტრადიციულად მეგრულად დავიწყოთ ბატონლაშა, გისმენთ ყურადღებით, გირჩილეთ. თქვენის ნებართვით მეგრულად დავიწყებთ. მუჭოთ უანონსეთენთეშ ჩკინამდღა თარ თემა რეჩიებაშ ოთუთაშხური და მაჟრა მიქანგარიო. მუჭოთ ჩკინელენ მარაშ დაჭყაპ მართა დღა, თუთაშხა, მარგალურო შანულეს თუთაშ დღას. და ერკოჩი სუჩკ. სამიარო ჩკინელრენა მოდა თუთაშხა, თუთაშ დღა, კოლხებშო გვალო ჯუეშ ბორჯიშო იკოროცხუდ ბედნერობაშ დღადო. ათე დღას უღუდ არდ გიშაგორელი ოხვამე დღარხუ. ნამუსუ ჯოხოთ ოთუთაშხე. მაჟანი როთეს ზაღდეს თუთაშხა ბედნერს. კოლხები თუთაშხა დღას გიშაკერზაფილო საკრალურო წკონდათ მირჩკინანდეს. ჩკინელრე მუჭოთ უღუდეს არდ ღალამ დოპიჩუა. ნამუსუ ჯოხოთ თუთაშხა დოპიჩუა. კათაშ მირჩკინათ ათე თუთაშხა დღას ერჩკინელი ადამიანი აუცლებერო ბედნერდო ღორონთიშე ხვამელი უაფუთ. თი ჟინიერ ჯგირბედის გიგიოჭარანთ. ათეშენ ათემ დღას ერჩკინეს მიშინანდეს ხოლო მაჟანერ თუთაშ ჯოხონათ თე ჯოხოთ თუთაშხელა. მუსუდ ბედნერობა ეკვივალენტური შანულობა უღუდ. თუთაშხას კონწარა ვეშილებედ ვაშინერ თვრენ მუდგარენ. მაგალითო თეცარდუ ღურელის თხორუა დასაფლება, ყვანას მუშება, მაწყასე წყარის შუმა, პიჯიშ ხოკუა, მიდგა ჯიმა უნდუნთინებშო დუდიშ ბონუა, კითის ბირცხების ეკოჭკირვატო თაშ. მუშენდა მარგალეფის მერჩკინათ ათეთ თუთაშ ღორონთ გეხვიებუდო, გვერშაპებს, ხვილარებს ქურღვან ქიანას დო ოშუმა წყარეს მოწამალანთ. ათაშ ნამუდა მარგალებ თუთაშხას დღარხუთ მიჩქინანდეს და თის ტაბუ გეცოთ. მიღუნას ზიტყვიერ გინო ჩამოებ ხოლოსოდეთ ფიქსირებული ნამუდა საბჭოეფის პერიოდის გვალაშ სამარგალოს და აფხაზეთის უმოსო თეშდო ზახინეს სამურზაყანოს მაეჩა უკუნის სუმეჯდობითიან წანებშა სკოლებს ართიად პრობლემა ვაფე თუთაშხა დღას მაგურაფალ ბაღანეფიშე უგურაფუშ გოჩილთაფა. წირსპალ ვაუტენდა თემ დღას სკუალებს უგურაფშა მუშენდა თუთაშხა დღას ვაშინერსია მუთუნ საქვარუა თქუანდეს. თენახოეთი ჯუეშ ტრადიციაში მოურს. ასე მანგო გინიბლად ამდღანერჩკინ რადიო გინო ჩამაშ თარ თემაშა. ნამუთრე ოთუთაშხურ ხვამადო თეშამერცხი რიტუალები. ჯუეშო მუჭობშინეთენ კოლხები თუთაშხა დღას გიშაგორულო საკრალურო მირჩკინანდეს, დიეგიშაკერზაფილო და ირწანას გიშულირს, ორთაშ გოკურცხინაფადო გოფალუაშ ბორჯის, მუჟამით თუთა გიფშაფუდუნ, თუთარჩელა სერს გეიორზანდეს უდეს გილაქიმნეს სანთელებს და ქიდიჭყანდეს თუთა ღორონთიშე ხვამას. მუნმაულარ თუთაშხა დღას ხვადოდეს ათაშ ხიოლით და ხვამა ჯგირობუათ, მუშ საწერით. ათეშენი მუნმალ
თუთაშხა დღაი წოხლენ სერს ოთანუანდეს. ათშენ ათი რიტუა ჯოხოთ თანაფა. ასთე ჯოხონა გუკულ გინილ ქრისტიანულ არზაშუმოს უკაბეტაშ დღარხუშ ჯოხონად დო ამ დღარჩქინედრე მუჭოთ ქირსე ღორონთიშ ღურუში ედგინაშ დო საშა ეულას სიმბოლურ ტერმინო. ართიანიშ მეჯინაშ ანალიზის გიშარცხუალო მანგარო ინტერესერე ნამუდა ჩქინწუმა სამარგალოს ოფუტე ხეთას მიქამგარიოშ ოხამეს ამ დღანერ დღაშა თხილერე არტ კაბე დღარხო. ნამუსუდ კათა უძახ თუთაშხა გითოხვამას. ვარდახოლო მიქამგარიოშ გითოხვამას. თაქო ინტერესერე ნამუდა კათაშ ხვამაშე გიშართილო ოფიციალურ ხვამა ბორჯის ირო მიქელ გაბრიელ თავარანგელოზის მიშნადო ვართხოლო მიქამგარიოს. მიქამგარიოს გითოხვამა ხვადუდ თანაფაი წორ ჟაშხაშ. თეშ დოძახინელ ოსურეფიშ თანაფაშ დღაშ ნამუსუდ ხოლო მარგალე მუთფალ თანაფაშ ჯოხონat მიშინან თიშ გევენჯ თუთაშხა დღას. ათემ დღას მიქამგარიოშ ოხვამეს იშაყარო დუმოსო ოჩამჩირეჟდო ხობიშ მახორუ კათა. ნამუსუდ მოუღუდეს მუნეფის საწევი. თენახოლო ხვადუდუ მის მუ დნაპირე ბუღუდუნ თიშ გეშა. ღორონთის დაპირებას მეჩანდეს მითინ ლეღ ქორდუდა. ვარტა ხვამუთუნ გაჭირება ქოუღუდა თიმ ბორჯის. მაგალითო ჩხუბიშა ქორდ უნაფილ მითინ და თის წირსპა სორცხალო დორთაშე ღორონთის დინაპირს კი მეჩანთ. თქუანდეს დიხვამ ღორონს განსახეს კანოროს გოგობლუაბდა. ოღონს თინა თაკ ჯოხონას ხოთქუანდეს. დომთინე შურდგიმლიო და არტ ხოჯის საჭირო ქიმეუნანქედო თაში. მიქელ გაბრიელი შოხვამეშა საჭირო მეუნდეს ხოჯი, ქაცარი, კირიბი და ქოთამები. გინც ოხვამეს დღას ვაწერინდეს. თიშუკულ მუჟამშე ხეთაშ მიქელ გაბრიელის თავარანგელოზის ოხვამე წირუაში ტუაკ მეჭყორდუნ თაკ მეოხვამუე ქდიჭყეს კათაშ ხვამა. და თაკ ჟირ მახვამალე ფიქსირებული. მახვამალები ქიმიღანდეს საწერებს და მუმაღალარს დოხვამანდეს ათაშნერ ზიტყვებით. დიდ ღორონთი მიქელ გაბრიელ თარანგიოსი. ათე კათაკ საწირ მოიღო. თიშფანია ორინჯამო და კოჩამო ჯგირო ქიდარინე. თაკ მოულირ კათა მუნეფიში თხოლი ხვამანდეს და მიქელ გაბრიელის თარანგიელოზის ქოთხინდეს. მიქელ გაბრიელ თარანგელოზი ღორონ ჯგირო ქუდომნე ჩქიმფანია. სკანსახეც ქუგობლუაფუდა. კანკალე გინოჩამათ მიქელ გაბრიელს მიშინანდეს ხვალე ორინჯიშ ხვამა ბორჯის. მარა კოჩიშე ხვამა ბორჯის ხვალე თავარანგელოზის მიშინანდეს. მაგალითო ვარდუო ბაღანა გლახად ქნირთუდუნ თქუანდეს. თარანგელოს ვენდამიღა ქუმაჩუ ჩქიმ ბაღანა. მიქანგარიოს კათა ორინჯიშ თხილუას ხოლო ქოთხინდეს. ათე მიქამგარიობა დღას ქრისტიანულ კალენდარს მუთუნერ დღარხუ ვარე. ათა კარკანტიათ ეზირე მუჭოთ ქრისტიანობა შახიან ელემენტე ბრერენოს კილედო მანგორე მერცხი ჯვეშ ოთუ თაშხურის რიტუალს ხომან. ვალო ლოგიკურ ნამოდა ქიფიფქრათან ხეთაშ მიქამგარიოშო ხვამეშ არდგის ჯვეშო აჯამურ ბოჯიშ ოხვამელ ხოლო იუაფუთ. ათაშ ნამოდა ამ დღანერ დღაშა ჩქინდა ქიმაჭირნო მიქანგარიოშ დღარხუ. სოდე თხილერე ჯვეშ ბორჯიშ ქრისტიანობა შახიან კულტურაშ ელემენტებ ნამუ თუთა ღორონთიშ პატიშ მეჩამათინ სყვაფუდ და ნაგვიანა ხანს ათე დღარხუ ტრანსფორმაცია გაკეთუ და ქრისტიანულ კულტურას ქახუტოლ. მარა იშენ მუშ არქაულ ფორმებ კარკანტიათ იძირე ამ დღახოლო. ძალიან საინტერესო სხვათა შორის. უბრალოდ ისე თემა რომ მეგრულად ვერ გავაკეთებ კომენტარს, შემეშალოს მირჩეული არ თქვა. მოკლედ ამ თემაზე გადაცემა ჩვენ ქონია არაერთგზის, უბრალოდ მეგრული ვერსია არა ცხადია. ანუ ეს მიქამგარიოზე ხო? ოთუთაშხური მიქანგარიო არა, ოთუთაშხურზე. ხალბატონი ნონა ქობალია. აჰა, კი ბატონო. დიახ. ხო, ხალბატონი ნონა უფრო მისტიურ იმას ინტერპრეტაციას აკეთებდა ხო. მსგავს საკითხებს ცოტა ისე ირიბად თორე ესე სიღრმისეულად არ შევხები ვართ. არადა ძალიან საინტერესო გადაცემა იყო ცხადია და ჩვენი ყველა გადაცემები იქვე შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე ყველა გვაქვს ატვირთული, ძველიც და ახალიც, უბრალოდ ამ გადაცემას ცოტა სხვა ფორმატი აქვს, დაუდაბადეშ კინოხონი ქვია. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ლაშა ასეთი სიღრმისეული ამწურავი და კარგი ინფორმაციისთვის, ზუსტი ინფორმაციისთვის. მოკლედ კარგია იცოდეს ადამიანებმა ეს ყველაფერი ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსულია, ჩვენი ნაწილია, ამიტომ უსურვებთ ამას ემსახურება ჩვენ დღევანდელი გადაცემაც. მე როგორც აღნიშნე რომ რთულია ჩემთვის პირადად მიუხედავად იმისა რომ ვთვლი რომ კარგად ვიცი მეგრული, არ ვიცი ცუდად, ვერ ვაკეთებ კომენტარს მეგრულად ამ თემაზე მეთქი და ძალიან ბევრმა შეიძლება რაღაცები ვერ გაიგო. ამიტომ ქართული ვერსია შევთავაზოთ ახლა ჩვენს მენელს. კი ბატონო, თავისთავად ჩვენი რადიო გადაცემაც მას ემსახურება რომ გასაგები იყოს საზოგადოებისთვის და ამიტომაც არის ორენოვანი და შესაბამისად ახლა ქართულად მოგახსენებთ ზოგადად დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ოთუთაშხური და მასთან ადაპტირებული მიქანგარიოს რიტუალი. მოკლედ ორშაბათი მოგეხსენებათ ყველას რომ მეგრულად არის თუთაშხა, თვარის დღე და საზოგადოებრივ ცნობილია რომ თუთაშხა თვარის დღე ყველხებისთვის უძველესი დროიდან ითვლებოდა ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც, რომელსაც ერქვა ოთუთაშხე, იგივე თუთაშხა ბედნიერი, ესე იგი ბედნიერი მთვარის დღე. ყველხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ. საინტერესო რომ ძველ სამეგრელოში ფიქსირდება ერთდღიანი
ღარიანი მარხვა, რომელსაც თუთაშხა დოპიჩუ ეწოდებოდა. ამ დღეს დაბადებულ ადამიანს აუცილებლად ცხოვრებაში ბედნიერება გაუხდებოდა თანამგზავრად. ასე იყო მიჩნეული. ამიტომ ასეთ ადამიანებს ზედმეტსახელად თუთაშხელას ეძახდნენ, რაც სწორედ ბედნიერების ექვივალენტური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ორშაბათს მკაცრად არ შეიძლებოდა ვაშინერდუ მთელი რიგის საქმიანობების ჩატარება, როგორც იყო მიცვალებულის დაკრძალვა, ყანაში მუშაობა, დინარიდან წყლის დალევა, პირის გაპარსვა, თავის დაბანა, რადგან მეგრელების რწმენით ამით თუთა მთვარე გაჯავდებოდა და გველვეს შაპებს, ჯოჯიებსა და ხვლიკებს შეუსევდა და მოაწამლნებდა წყლებს. ასე რომ მეგრელებში ორშაბათი თუთაშხა უქმედღედ ითვლებოდა და მას ტაბუედო. გვაქვს ზეპირი გადმოცემები, სადაც ფიქსირდება, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი სამეგრელოში და აფხაზეთში, უბრალოდ მთიან ნაწილში, კერძოდ სამურზაყანოში თითქმის მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასასრულამდე სკოლებში მოსწავლეების დასწრების მხრივ ერთ-ერთი გამოწვევა ყოფილა ორშაბათობით მათი მიერ სკოლის მეცადინეობის გასდენა. ანუ ვაშინერს იტყოდნენ. ახლა კი გადავიდეთ დღევანდელი საუბრის ძირითად თემაზე უთუთაშხურზე. ძველად კოლხები ყოველ წელს ბუნების ცოცხალი არსების გამოღვიძების დროს გაზაფხულზე სავსე მთვარეობისას კვირა დღეს მთვარიან ღამეში სანთლებს აანთებდნენ. მთვარის ღვთაებისადმი ლოცულობდნენ და ორშაბათ დილას მთვარის დღეს, ანუ იგივე თუთაშ დღას ხვდებოდნენ დიდი ზეიმით. ამიტომ კვირა დღეს ათენებდნენ. ამ რიტუალს ერქვა თანაფა, ანუ ღამის გათენება, რომელიც მოგვიანო პერიოდში აღდგომის აღმოჩნდა ტერმინად გადაიქცა ქრისტიანულ რელიგიაში და ეს მტკიცედ დამკვიდრდა. შედარებისთვის ასევე საინტერესოა, რომ ჩვენთან დღემდე შემორჩენილია სოფელ ხეთაში მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც თუთაშხა გითოხვამოს, ანუ ორშაბათის გამოლოცვას, ან კიდევ მიქამგარიოს გითოხვამოს, ანუ მიქამგარიოს გამოლოცვას უწოდებენ. აქ ხასგასასმელია, რომ სახალხო ლოცვისაგან განსხვავებით, ოფიციალური ლოცვის დროს ყოველთვის მიქელ გაბრიელ მთავარანგელს მოიხსენიებენ და არა მიქამგარიოს. მიქამგარიოს გითოხვამა იმართებოდა აღდგომის სწორზე, ეგრეთ წოდებული ქალების აღდგომის უფალ თანაფა, ან ოსურების თანაფას მეორე დღეს ორშაბათს. ამ დღეობაზე თავსელი და უპირატესად ხობისა და ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის აფხაზებიც იყვნენ და ქართველები და აფხაზები აქ იკრიბებოდნენ, ანუ საერთო სალოცავის ქვეშ. და შესაძლებელი მოქონდათ იმის და მიხედვით, თუ ვის რა დაპირება ქონდა მიცემული. დაპირება ხდებოდა ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის დროს, მაგალითად ომში წასulis მშვიდობიანი დაბრუნება და ასე შემდეგ. ასე რიგ შემთხვევებში. მიქელ გაბრიელის ეკლესიაში შესაძლებლად მოყავდათ ხარი, ციკანი, ბატკანი და ქათამი. ხბოს ეკლესიაში არ წირავდნენ. მას შემდეგ რაც ხეთის მიქელ გაბრიელ მთავარანგელს ეკლესიაში ღმერთსახურება აღარ სრულდებოდა, მომლოცველებს ხდებოდა ორი მლოცავი, რომელსაც მეგრელები მახვამას უწოდებდნენ. მახვამალი ესე იგი ადამიანი, ვინც ხალხს ლოცავდა. მახვამალები იღებდნენ შესაწირავს და მომტანს შემდეგი სიტყვებით ლოცავდნენ. დიდ ღორონთი, მიქელ გაბრიელ თარანგიოსი, ათეკათაკ საწერ მოიხო. თიშფანია ორინჯამოდო კოჩამო ჯგირო კიდარინე. თავარო ღმერთო, მიქელ გაბრიელ მთავარანგელოსო, ამ ხალხმა შესაძლებელი მოგართვა. მისი ოჯახი საქონლით და ხალხით კარგად ამყოფე. ადამიანი ჩვეულებრივ თავის თავსაც ავედრებდა მიქელ გაბრიელს. მიქელ გაბრიელ მთავარანგელოსო, კარგად მომყოფე, შენი სახელი ჭირიმე. ზოგიერთი მთხრობელის თქმით, მიმართვა მიქელ გაბრიელს მარტო საქონელზე ლოცვის დროს ითქმის. ადამიანის ლოცვის დროს კი მთავარანგელოს ამბობდნენ. მაგალითად, თუ ბავში გახდა ავად, იტყვიან მთავარანგელოს არ წამართვა მაჩუქე ჩემი ბავშვი. მიქამგარიოს ხალხი შინაური პირდღის გამრავლებასაც შესთხოვს. ამ დღეს ქრისტიანული კალენდრიდან რაიმე დღესასწაული არ აღინიშნება. აშკარაა წინარე ქრისტიანული ხანის გადმონაშთები და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ძველ უთუთაშხურის რიტუალთან. სავსებით ლოგიკურია, რომ მივარაუდოთ ხეთის მიქამგარიოს ეკლესიის ადგილად ძველ ხანაშიც წარმართული სალოცავი რომ ყოფილიყო. ამდენად დღემდე ჩვენამდე მოღწეული მიქამგარიოს დღესასწაულში დაცულია ძველი სამეგრელოს ქრისტიანობის წინანდელი რიტუალები, რომელიც მიძღვნილი იყო თუთაშ, ანუ მთვარის ღვთაებისადმი. მოგვიანებით ეს დღესასწაული ტრანსფორმირდა და შეიძინა ახალი ელემენტები, რომელიც ქრისტიანულ კულტურასთან გაიზიარა ძირითადი მსოფლმხედველობა, თუმცა არქაული ფესები აშკარად ხელშესახებად დარჩა. დიახ, ძალიან საინტერესოა. ნუ ზოგადად არაერთი გადაცემა მქონია, გეგმოვცხადია ისევ და ისევ, რამდენად პატივსცემდნენ ამ კვირის დღეებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მთვარის ღვთაება, ზოგადად აი ბუნებასთან ურთიერთობა, ძველ ისტორიაში ეს კულტები, ეს წესები, ეს რიტუალები იმდენად იყო დაცული, რომ აი მამალს რომ არასწორად დაეყივლა, იმასაც რაღაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა და იმ დღეს მეგრელი კაცი რაღაცას ისე გააკეთებდა, რომ ცუდი არ მომხდარიყო, დაირიდებდა მაინც, იფიქრებდა, რომ რაღაცა მინიშნება. ანუ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი სიღრმისეულად, მართალია ხა ესე დეტალებში ვერ, მაგრამ მაქსიმალურად ჩვენ ამ გადაცემათა ციკლში და სერიებში ვცდილობთ მოგაწოდოთ ინფორმაცია. ხო, ნაწილობრივ ამაზე საუბარი ქონდა, როცა კოლხურ კალენდარზე ქონდა საუბარი დღეებთან დაკავშირებით და რა ის იყო დაკავშირებული სწორედ ამ დღეებთან კონკრეტული სემანტიკა რა გააჩნდა ამათ და მეორე რასაც ახლა თქვენ შეეხეთ, ესეც ძალიან საინტერესოა და ამაზეც აკ ვისაუბრებ. ხო, ანუ ეს ბუნებაზე დაკვირვებით ხდებოდა, სწორედ ეს შემჩნევა თქვა ავდარი როდის იქნებოდა, რამდენ დღეში, აი თვითონ საზოგადოებამ უბრალოდ რიგითმა ადამიანმა იცოდა, ანუ ბუნებაზე დაკვირვების შედეგად და მოკლედ ეს ძალიან საინტერესოა. დღესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუთაშხა ბედინერი დღემდე
ახსოვს მე. ძალიან ხშირად იყენებდა სხვა შორის ამ ტერმინს ბებიეჩემი. კი ბატონო. აი ენამ შემოინა, კი ბატონო, თუთაშხა ბედინერი, ხო. ბევრს შეიძლება არ ესმოდეს რა რიტუალი იყო დაკავშირებული ამასთან, მაგრამ ეხლა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამაზე და მაგრამ ენამ შემოინახა, ანუ ამიტომიც არის აი მეგრული ენა უნიკალური, რომ ქვათ ის არქაული ფორმები რაც იყო, ფაქტურად ყველაფერი შემოინახა თითქმის. უბრალოდ ეხლა ჩვენს მეხსიერებაში ნაწილი არ შემორჩა, ნაწილი უკვე დროთა განმავლობაში დაიკარგა ჩვენ და სამწუხაროდ რომლის ფიქსაცია ვერ მოხდა, მაგრამ რასაც ეხლა ვაკვირდებით, ანუ ფაქტურად ეს არის უდიდესი სალარო, ზოგადად მეგრული ენა აი ძველი ტრადიციების, სწორედ აი ეთნოკულტურის და ეთნოფსიქოლოგიის აღნიშნული და მოკლედ ძალიან რომ ვაფასებ, ამიტომაც გვინდა რომ მისი პოპულარიზება მოხდეს როგორც სვანური ენის და ბუნებრივია ეხლა ძალიან ძიმე მდგომარეობაში არიან ორივე ჩვენი ქართული ენები და ეს მისახედია თავისთავად სახელმწიფოებრივად. და ამ გადაცემები ჩვენ ძალიან მცირე, მაგრამ წვლილი შეგვაქვს. რა თქმა უნდა, სწორედ ამის ხაზგასმა მინდა, იმიტომ რომ საბედნიეროდ ეს გადაცემა მუშაობს, მას აქვს თავისი რეზულტატი. რამდენიმე სკოლიდან დამიკავშირდნენ თურმე აი ეს მასწავლებლები ბავშვებს ასმენინებენ ჩვენს რადიო გადაცემებს და მერე აძლევენ დავალებებს და პრეზენტაციებს აკეთებენ და ანუ მიწვეულიც ვიყავი რამდენიმე სკოლაში, სადაც ბავშვებს აინტერესებდათ ეს ეთნოგრაფიული ვარიაციები, ეს ისტორია, კულტურა. უფრო ეთნოგრაფიაზე აქვთ ინტერესი, იმიტომ რომ ძალიან მიმზიდველია მათთვის და ძალიან ის არის უფრო როგორც ჩანს ახლობელი შინაგანად ბუნებრივად და ამიტომაც მე თვითონაც ძალიან მონდომებულები იყვნენ და მოამზადეს პრეზენტაციები. მათ შორის მეგრულ ენაზე და ეს ძალიან მისასალმებელი, ანუ ჩვენი გადაცემის წყალობით და ფაქტურად ეს მოტივატორები ვართ ასე გამოდის. ბატონო, დიდი კაი ამბავი თქვით, ეხლა წესით ამით უნდა დაგვეწყო გადაცემა. ხო, კი ბატონო. მადლობა თქვენ რომ მოგწონთ ეს გადაცემა, იზიარებთ და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ შემოგთავაზოთ სიახლეები და კარგი ამბები და სწორი ინფორმაცია, რაც თავარია. როგორ ისავართ, არა, არაზუსტი ინფორმაციით შეშინებულები ქვია ცოტა სებრჭყალებში, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მიწოდებული ინფორმაცია. ბატონაშა, ჩვენ სერიულად მივყვებით ფაქტიურად. წინა გადაცემის გაგრძელება იყო ეს და აი რა გვაქვს დაგეგმილი იქთა ხუთშაბათ. ხო, მოკლედ შემდგომი გადაცემისთვის ვიფიქრე რომ ძალიან საინტერესოა მჭედლის ინსტიტუტზე რომ ვისაუბროთ სამეგრელოში. ეს მარტო რიგითი მჭედელი კი არ იყო, ფაქტურად ეს იყო რაღაც საკრალური პროფესია, მასთან იყო დაკავშირებული რიტუალები, ანუ ოჭკადრეჟ გინოჩამა, ინოფანება, რაღაცები ისეთი რიტუალები იყო, ანუ იქ არ პროფესია იყო სასწაული. და ჭკადუ ეს ფაქტი, ხო, ჭკადუ ეს იყო გამორჩეული, მას განსაკუთრებული აი სოციალური მდგომარეობა პოზიციაც გააჩნდა და ფაქტურად არ შეძლებოდა რიგითი ადამიანი ყოფილიყო ჭკადუ და ეს რამ განაპირობა, რამ გამოიწვია, ამაზე ვისაუბრებთ ისტორიულ კონტექსტში, მე რა ეთნოგრაფიული მომენტებია დაკავშირებული ამას ხაზგაუსვამ და მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენი რადიო მსმენელებისთვის. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მსმენელს, მადლობა თქვენ საინტერესო ამბებისთვის ბატალაშა, ინფორმაციისთვის და გადაცემებისთვის და მადლობა ყველას, ვისაც სრული მიუძღვის ამ გადაცემის შექმნაში. ასეთი გახდათ დღევანდელი გადაცემა, დაელოდეთ მორიგ ხუთშაბათს, არანაკლებ საინტერესო გალოდებაც წინ, ყველა ჩვენი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებზე radio.net.lg, Facebook-ზე radio.net და YouTube-ზე. ოდაბადიშ კინოხონი ჩაწარეთ ნებისმიერი ფონტით და ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ. სტუდიაში მე სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს კვლევარი ლაშა ჯიქია მუშაობდით, დაგემშვიდობებით მოვალ ხუთშაბათამდე ჯგირო ზოჯუნდათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ქალბატონო სოფიო, ჯგირო ზოჯუნდათ, წმოძინილე ქოოფედათ, მარდი მახარობაც. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.